რა ვიტამინები და მინერალები შეიძლება დამატდეს მარხვაზე ხანგრძლივ პერიოდში. ეხლა მაინტერესებს რისკების ამბავი. ვისთვის არის რისკო? რეალურად მარხვა არის მოკლე ვადიანი, მკაცრი, ექსკლუზიურად მცენარეული კვების სტილი. კარგი და რატომ აქვს მოთხოვნილება ტკბილეულზე ამ დროს? შენმა ორგანიზმმა არ იცის გარშემო რა ხდება, ამიტომ ენერგიას გთხოვს და ენერგიის ყველაზე სწრაფ წყაროს გთხოვს, რომელიც ხანგრძლივად თუ მივყვები ამ პროცესს, თან მით უმეტეს ზამთარია და ზღვის პროდუქტებსაც არ ვიღებ, ომეგა-3-ის დეფიციტი შეიძლება იყოს რისკის ქვეშ და D ვიტამინის. არის კიდე რამე სხვა საკითხი, რაშიც მეცილის საკმარისად ვერ მიღება მაზარალებს ხანგრძლივ პერიოდის მანძილზე? Mr. Nutrition, მარხვა რას ცვლის ორგანიზმში, მნიშვნელოვნად და თანამედროვულად რა არის გასათვალისწინებელი? სწორად მარხულობ თუ არასწორად? არ ვიცი. აღონ იურიდიულად და ღმერთთან სწორად მარხვას არ გულისხმობ, ნუტრიენტულად სწორად აკეთებ, რაც აკეთებ, ეს არის კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ თუ სწორად მარხულობ, ორგანიზმი შეიცვლება საწვავის ტიპი და ამასობაში ორგანიზმში იცვლება მიკრობიომი. თუ არასწორად მარხულობ, მაქვს რისკები. იცვლება საწვავის ტიპში, როგორც გულისხმობ, არის შენ წვეთ ცხოველური პროდუქტის მიღებას. ნიშნავს, შენ აღარ იღებ მაკრონუტრიენტებიდან ნაკლებად ცხოველურ ცილას, კი არა, საერთოდ არ იღებ და ცხოველურ ცხიმებს. აი, ცხოველური ცხიმების ამოგდება არის დასვენება შენი გულსიზრახთა სისტემისთვის. მცირეხნიანი შესვენება. და თუ გადმოდიხარ მცენარეულ საკვებზე და იწყებ პურის ჭამას კი არა, მეტი ბოსტნეულის, ხილის და პარკოსნების, ანუ ლობიოს, პიბარდა, მუხუდო, მათ შემოტანას, ეს ყველა საკვები არის პრებიოტიკი. ეხლა რას ნიშნავს პრებიოტიკი? შენს ორგანიზმში ცხოვრობენ ბაქტერიები, ძირითადად საჭმლის-მომნელობელ სისტემაში, რომელსაც პრობიოტიკებს უწოდებთ. ბოლო განყოფილებაში, მსხვილ ნაწილში. ისინი არიან ჩვენი მეგობარი მიკროორგანიზმები. მათ ვეხმარებით სიცოცხლეში და ისინი ჩვენ გვეხმარებიან საკვების გადამუშავებაში და ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ფუნქციაა ორგანიზმში მათთან დაკავშირებული და კიდევ კვლევის საგანია. პრებიოტიკები არიან საკვები პრობიოტიკებისთვის. ანუ, ჩემი ბოჭკო, უხსნადი, ჩემი ვერ გადამუშავებადი ნახერწყლის ტიპი, ანუ ბოჭკოს ადამიანის ორგანიზმის ფერმენტები ვერ გადაამუშავებენ, სანაცვლოდ საკვები არიან ჩვენი პრობიოტიკებისთვის. ანუ იცვლება და ჯანსაღდება შენი ნაწლავური მიკროფლორა. აი რა ხდება მაშინ თუ არასწორ მარხვას ვიცავ, ანუ მცენარეულ კვების სტილს ვირჩევ, მაგრამ დაუბალანსებელს, ამას ვეძახი კარტოფილის და ლობიანის დიეტას. რა ხდება მაშინ მიკრონუტრიენტების დეფიციტი შემოდის საქმეში. B12 ვიტამინი ხანგრძლივი დიდ მარხვისას, ყველაზე მეტად ხანგრძლივი მარხვისას B12 ვიტამინის დეფიციტი, იმიტომ რომ ეს არის ვიტამინი, რომელიც ექსკლუზიურად ცხოველურ წყაროებში გვაქვს ნანახი და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რკინა. მცენარეული რკინის წყაროები, რომელსაც ხვდები მაგალითად პარკოსნებში, ხვდები მწვანე ფართოფოთლოვან მაგალითად ისპანახში, არ არის კარგად შეწოვადი. მათ უწოდებთ არაჰემურ რკინას. და მე თუ მაქვს უკვე წინასწარ მიდრეკილება ანემიისკენ, ან მაქვს ანემია, რკინა დეფიციტური რკინის დეფიციტი შეიძლება რისკის ფაქტორი იყოს ამ შემთხვევაში. გავიგე, საწვავს როცა ახსენებ, საწვავის ნაწილში რა იცვლება ორგანიზმში? ანუ რო დავაზუსტო ეხა შენს პასუხში რაღაცები. ანუ რეალურად ხო მაინც ნახშირწყლებს ვიღებ, უმეტესად ცილა ამოვიღე, კიდე რამეს ვიღებ, ალბათ უფრო ცილას, იმიტომ რომ ცხოველურს მაინც. ცხოველურ ცილას და ცხოველურ ცხიმს. ცხიმიც მათ შორის ამოდის. ცხიმი ცხოველური. ცხოველური. და მე თუ არ ჩავანაცვლებ მცენარეული ცილით და მცენარეული ზეთებით, აქ შემოდის პრობლემა. რეალურად ნახშირწყლები რჩება ორგანიზმის მთავარი წყარო ენერგიის. რომელიც ხო ისედაც ეგრეა. ისედაც ეგრეა. მაგრამ მან მთავარი ამბავია ნახშირწყლის ეს საწვავი დიზელია თუ პრემიუმის ბენზინი. ანუ სწრაფია, რომელსაც მალე დაჭირდება განახლება, თუ პურფუნ თუ შეულს მივაწექი, ესე იქნება. თუ ბოჭკოა, რომელიც ბოჭკოსთან ერთად სხვა ნახშირწყლების წყაროები, რომელიც ენერგიის სტაბილურობას მომცემს. და არა ესეთ ამერიკულ მთებს ენერგიის ნახშირწყლებიდან გამომდინარე. გავიგე, მაგრამ ნახე, მან ხო ნახშირწყალს როცა ვიღებ, მივიღე ენერგია, რა ენერგიაც მივიღე, ის უნდა გავხარჯო. გახარჯვის ერთ-ერთი გზა არის მაგალითად ფიზიკური აქტივობა, გარდა იმისა, რაც სხეულს ჭირდება. მე თუ ფიზიკურად მოძრავი და აქტიური არ ვარ, რა ენერგიაც მივიღე, იმას თუ არ ვხარჯავ, მაშინ კიდე დამატებითი ენერგია რაღაც მჭირდება. რას გულისხმობ? ნახე, ნახშირწყლები მივიღე, ცომეული. კი ბატონო. ცომეულს რო ვიღებ, არ ვიცი, პირობითად 100-ზე უნდა მქონდეს საწვავი, ენერგია. მე რო 100-ზე უნდა მქონდეს, ამ 100-ზე ვივსებ სხვადასხვა წყაროებით. პურს ჭამ, ლობიანს ჭამ, რაღაცას ჭამ, აქვე ჭამ, მერე ცილას, ჭამ ცხიმს და კიდე სხვა საკითხებს.
მე რომ მივიღე ხა ეს საწვავი, უფრო კარგად რო დაგისვა კითხვა, მე რო არ მიმეღო ცილა და მე რო ცილა მიმეღო, განსხვავება რა იქნებოდა ჩემი საწვავის ხარჯვაში? ძალიან კაი კითხვაა. პირველ რიგში განსხვავება იქნებოდა რა სისწრაფით მიიღებს შენი ორგანიზმი მაგ საწვავს. წარმოვიდგინე რომ ნახშირწყალი არის სწრაფი ენერგია, ტიპი არის რომელიც ხტუნავს. და ცილა არის მისი ფარი, კიდე. სანამ ცილასთან და ამას თუ ცხიმი დაედო ზემოდან, ნახშირწყლის შეწოვა ორგანიზმში გვიანდება. ანუ უფრო ნელა და გრადუალურად ხდება გლუკოზის მატება სისხლში, რომელიც შენი სწრაფი ენერგიის და ენერგიის წყაროა ზოგადად. ანუ შენაობ რომ თუ ცილას და ცხიმს მივიღებ ნახშირწყლებთან ერთად, ნელ-ნელა ამევსება აუზი. და ასევე ნელ-ნელა წამოვა საქმეში მერე უკვე შენთვის შიმშილის შეგრძნება. ანუ წერან კითხვაზე პასუხი იმიტომ არ გაგეცი რომ შენ კითხე რაღაცო ვიღებ ამდენ ნახშირწყალს თუ არ მჭირდება და არ მოძრაობ და მან პასუხია რატო მინდება რომ მივიღო. და სწორედ იმიტომ მინდება რომ მივიღო, რომ ცილა და ცხიმი როცა არის საქმეში ჩართული, ენერგეტიკულ ამერიკულ მთებზე ვზივარ, მარხვისას დავდივარ იმაზე რა ქვია, გასართობ ცენტრში და მატარებ ჩემი ენერგია ზევით, დაბლა, ზევით, დაბლა, ზევით, დაბლა. როცა ჩამოდის დაბლა ენერგია რა ხდება? ჩემს ორგანიზმი მადლობს იმპულსს, რომ ჭირდება საკვები. ამას ვეძახით ცილის ბერკეტის თეორიას, რომ თავარი წერტილი, რომელიც შენს ნაყრვანებაზე არის პასუხისმგებელი, შენს ტვინში არის ის, რაც ამინომჟავებს, ანუ ცილა რადაც იშლება, მასზე აქვს სენსორი. შენ შეიძლება კუჭით სავსე იყო, მაგრამ ორგანიზმი ეუნებოდეს ჯიგარო ამინომჟავები მჭირდება, ამიტომ ქშია და კიდე ჭამე. და შენ მაგას მეორე ხაჭაპურს დაადებს ზემოდან, ოიმე, ლობიანს, უკაცრავად, ან ფუნთუშას, ან პურს, ცილის აუზი, ისევ თავისუფალია, მაგრამ მაინც ქშია. Բայց ამინომჟავებს როცა ამბობ, ეგ არ ვიცოდი, საინტერესოა ძალიან. ანუ ამინომჟავებით თუ არის ეგრე, მე რო ცხოველური წყაროდან არ მივიღო ეს ამინომჟავები, მაგ ამინომჟავებს ვერ ვიღებ მცენარეულიდან? ვიღებ მცენარეულიდან. ოღონდ სწორი კომბინაციით. აი აქ შემოდის უკვე ნუტრიენტების საფუძვლების ცოდნა სწორ მცენარეულ კვებაში, იმიტომ რეალურად მარხვა არის მოკლე ვადიანი, მკაცრი, ექსკლუზიურად მცენარეული კვების სტილი. თუ ეს ესეა, უნდა ვიცოდე რა რისკები მაქვს და როგორ ვაბალანსებ. მაგალითად ჩვენ ვთქვით რომ ცილა ხდება პრობლემა. და ცილა ხდება პრობლემა არა მარტო ორგანიზმისთვის, ჩემ ქცევაზე აისახება. ცილა ხდება პრობლემა, კითხვა ისმის, მცენარეული ცილის მიღება შემიძლია? პასუხია შემიძლია, რა თქმა უნდა. მაშინ გადაიჭრა პრობლემა. თუ ვიცი სად ვეძებო მცენარეულ ცილა. ეს არის ძირითადად პარკოსნები, ლობიო, ბარდა, მუხუდო, ოსპი. ცილას ხვდებით ასევე ბურღულეულში, ბრინჩი, ციციბურაში, მაგრამ რა პრობლემაა? ცილის ჯამური ოდენობის შევსება შეიძლება გამიჭირდეს. იმიტომ რომ ცილას ყოველთვის წყვილში მოყვება ნახშირწყალი. მცენარეული ცილის მიღება ორ კომპონენტიანია. აი მაღაზიაში რო შედიხარ და ზედა ქვედა მოგეწონება და ქვედას რო არ მოყიდიან ზედის გარეშე. ცილას მოყვება ნახშირწყალი, რაც ნიშნავს იმას, რომ მე რო ბევრი ცილა მჭირდება და ბევრი ცილა რომ მივიღო, ბევრი ნახშირწყალიც უნდა მივიღო. აქ პრობლემა არ არის, მანამ სანამ პორციებს ვაკონტროლებ. მაშინ ამოიჭრა პრობლემა. ნუ რას უკაცრავად. ამ ცილას მცენარეულს აქვს ერთი დამატებითი პრობლემა, რაც არის ნაწილაკები აკლია, კუბიკი აკლია. წარმოვიდგინე, აქ მაქვს დაფა, სადაც უნდა მქონდეს 9 ცალი კუბიკი რო ვითამაშო და ამ ცილას მცენარეულს აქვს 5. ხო, მაგრამ ეგ დანაყრებაზე მოქმედებს? თუ სხვა მინუსი აქვს ახლა მაგას შერასწამობ? ძალიან კაი კითხვაა. დანაყრებაზე არ ვიცი. არ ამგონია. ნახე, მცენარეულ ცილას აკლია ესენციური ამინომჟავებიდან რომელიღაცა და ის კონკრეტული ამინომჟავა თუა კონკრეტულად პასუხისმგებელი დანაყრებაზე არ ამგონია. არ მინახავს, მაგრამ კომენტარებში დავწერ. არ ამგონია. კონკრეტულ ამინომჟავის სენსორზე კონდეს, წარმოგიდგენ არ მაქვს, უფრო მეტად მნიშვნელობა ენჭება ცილის ჯამუროდენობას. მე თუ სხვა არაფერი ვიცი, ჯერ ჯამური ცილა შევივსო. მაგის მერე უკვე გადავდივარ თუ დამრჩა დრო, ნებისყოფა და მენტალური ენერგია კომბინაციებზე. ან მე როცა მარხვას ვიწყებ, ეს კომბინაციები ქართულ სამარხო კერძებშიც მაქვს. მაგალითად, მე შემიძლია მივიღო ლობიო, ძირითად კერძად და გვერდზე კონდეს კიტრი, პომიდორი სალათა ნიგოსთან ერთად. აქ ორი კომპონენტია. მე ცილას ვნახულობ მცენარეულს ლობიოში და ცილას მცენარეულს ვნახულობ თხილეულ თესლეულში. და ის ამინომჟავები კუბიკები, რომელიც ლობიოს აკლია, თხილეულ თესლეული უსებს და რომელიც თხილეულ თესლეულს აკლია, ლობიო უსებს. ამას ვეძახით კომპლემენტარულ ცილებს. ანუ იდეალური სამარხო თებში გამოიყურება ნახშირწყლები აუცილებლად მოდის საქმეში, მცენარეული ცხიმი
და მცენარეული ცილა და ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან შეზავებული. ანუ რას ვიზახი? წარმოგიდგენთ თეფში. თეფშის ნახევარზე მიდევს ნახშირწყლები. თეფშის მეოთხედზე მიდევს ცხიმები და თეფშის მეოთხედზე მიდევს მცენარეული ცილები. კომბინაციას ვაწყობ როგორ? მცენარეული ცილა ავიღე, ოსპილობიო ბარდა მუხუდო პარკოსნები და ნახშირწყლებიდან შემიძლია შეუთავსო ბურღულეული. წიწიბურა, ბრინჯი, ქინოა, აი ესენი ავსებენ ერთმანეთს იმ ცილის კუბიკებით. ასევე წეგანაც გითხარით, მცენარეული ცილა და მცენარეული ცხიმი, თხილეული თესლეული და პარკოსნები. აი ესეთი დაბალანსებული თეფში თუ მიდევს სამარხო სუფრაზე, ან კერძი წინ მაგიდაზე. ეს ნიშნავს, რომ მე მივყვები დაბალანსებულ მცენარეულ, ანუ ამ შემთხვევაში სამარხო კვების სტილს. ხო, ანუ მარხვა რეალურად სულიერი რაღაცა რწმენის ამბავია, მაგრამ ამავდროულად ძალიან გავს ეს რწმენის ამბავი, რომ გამოვაკლოთ მცენარეულ კვებას. და ხო, ეს რო იცოდეს ადამიანმა, უბრალოდ რატო ვამბობთ მაგ კონტექსტში. იმიტომ რომ ამ კონტექსტში ასევე შემოდის ამბავი, რომ კვებასთან დამოკიდებულება სიამოვნების მიღება და კვება ერთმანეთთან არ უნდა გქონდეს მარხვის პროცესში გაიგივებული. ეს ამასობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მაქსიმალურად მარტივი მოსამზადებელი კერძები იყოს სამზარეულოში დიდი დრო არ დავყო. მაგრამ როგორც გითხარით, წეგანაც დავიწყე, ჩემ გარშემო ყოველთვის მაგიტო ვეძახი ლობიანის და კარტოფილის დიეტას ძირითადი ორი კერძი არის ეს. ლობიანი და კარტოფილი. მე ცილამაკლია მცენარეული და ვიღებ კარტოფილს, რომელიც მადლობს ნახშირწყლებს, კარტოფილს არაფერს ვერჩი გააჩნია როგორ მოვამზადებ. ნახშირწყლებს და ცხიმებს და ლობიანს, რომელიც მაძლევს ლობიოს, მაგრამ ეხა რაოდენობით უფრო მეტი ცომი აქვს ვიდრე ლობიო. ძირითადად ეხა რაც ლაპარაკი იყო ცილის მნიშვნელობაზე, რომ მარხვის დროს ცილა გაკლია, არის კიდე რამე სხვა საკითხი, რაშიც მე ცილის საკმარისად ვერ მიღება მაზარალებს ხანგრძლივ პერიოდის მანძილზე? ხო, ხანგრძლივ პერიოდის მანძილზე უნდა ვთქვათ, რომ არასაკმარისი ცილის მიღება ჩემ ორგანიზმს ის იმპულსი ამინომჟავების მარაკს ვეძახით ამას ამინომჟავების ავზი. უნდა ქონდეს შევსებული. თუ ამინომჟავების ავზი ვერ შეივსო კვებით, ამინომჟავის ავზებს შეივსებს შენი სამარაგო ბრჭყალებში ცილის წყაროთი, რომელიც არის შენი კუნთი. ანუ მარხვის პროცესში რაც უფრო დიდია მარხვის ბოლოსკენ მე არ უნდა გამოვიდე მარხვიდან წონაში მომატებული, იმიტომ რომ ნახშირწყლებს ვერ დავაბალანსე და კალორიებს გადავაჭარბე და არ უნდა გამოვიდე კუნთური მასით დაკლებული. ანუ ღიპიანი და ნაკლები კუნთით არ უნდა მოვრჩე მარხვას, მოკლედ ამის თქმა მინდა. და ცილის დანაკლისი ამას მიკეთებს. კუნთური მასა დგება საშიშროების ქვეშ, როცა მე კვებით ვერ ვავსებ ჩემ ცილის ამინომჟავურ წყაროს. ანუ რას ამბობ, რომ მარხვის დროს მაღალია ალბათობა, რომ იმიტომ რომ მე ცილას ვერ ვიღებ საკმარისად და შეიძლება საერთოდაც არ ვიღებდე, მაგრამ რაღაცას მაინც მიიღებ სცენარეულიდან, საკმარისად რო ვერ ვიღებ, ამის გამო მთელი ამ პროცესის მანძილზე ჩემი კუნთური მასა იჭმება, იმისთვის რომ საჭირო ამინომჟავები მიიღოს ორგანიზმმა, რომ იფუნქციონიროს და ამასობაში ცხიმის მასა იმატებს და თუ მაგალითად დავიწყე მარხვა 100 კილოთი და ისევ 100 კილო ვარ, არ ვიცი 40 დღიანი მარხვის მერე, გამოდის რომ მე შეიძლება ამ 100 კილოში 1-2 კილო კუნთი მქონდეს უკვე დაკარგული და 2 კილო ცხიმი მქონდეს შესაბამისად მომატებული? შეიძლება. ოღონდ ეს ისე ტრაგედიულად არ იწყება, როგორც ჟღერს. ამას სჭირდება დრო. შენ თუ მარხვის პროცესში თან კალორიულ დეფიციტში მოეკეცი, იმიტომ რომ მარხვა ამასაც გულისხმობს იმაზე უფრო ნაკლები საკვების მიღებას, ვიდრე აი გამაძღარი არ ავდგეს უფრიდან. და თუ მე კალორიულ დეფიციტში მოეკეცი და ცილა ვერ დავაბალანსე, აქ უკვე რისკი ჩნდება, რომ კუნთური მასა დამაკლდეს, მაგრამ ამ დროს წონას არ ვიმატებ. თუ დეფიციტში არ მოვეკეცი? ხო, თუ დეფიციტში არ მოვეკეცი, კუნთური მასის დანაკლისი ესეთი პირდაპირ რისკის ქვეშ არ დგება. ანუ ის ფაქტი, რომ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, ახლა ეს გამოიყენოს ეს მოცემულობა კონტექსტიდან ამოჭრას და გითხრას, რომ აი თურმე ცილა გჭირდება და კუნთი რო არ დაგაკლდეს, ჩემი დანამატი დალიე საუზმეზე ცილის, ან რაღაცა milkshake-ი, ან რაღაც ეგეთი. ანუ უზმოდილა დავიწყე, კვება გამომრჩა და კუნთი ჭამა დაიწყო ორგანიზმმა, ეგრე არ ხდება. შენმა ორგანიზმმა იცის, რომ კუნთი მისთვის მნიშვნელოვანი ქსოვილია. ამ პროცესს იწყებს ბოლოსკენ და ბოლოსკენ რო იწყებს, წარმოიდგინე ასევე მისთვის აქვს გეგმა B. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და შენ კალორიულ დეფიციტში ხარ, მერე დაიწყებს ცხიმების მთავარ ენერგიის წყაროდ გამოყენებას. კეტოზისკენ გადასვლის პროცესი ქვია. ანუ ჩემი ორგანიზმი იმდენად ჭკვიანია, რომ კუნთური მასა ბოლომდე არ წაიყვანოს მინუსში, თუ კალორიების ნორმაში ვარ. მივხვდი. და მან დაი მარხვის პროცესში მე როცა ამდენი შეზღუდვა მაქვს და ცილას ვერ ვიღებ, მით უმეტეს ახლა ზამთარში, ანუ ცილას რო ვერ ვიღებ ნახშირწყლებში, ბუჩკოსაც
უფრო ნაკლებად მივიღებ, იმიტომ რომ ზაფხულში უფრო მეტი ბოსტნეული და ხილია, ვიდრე ეხლა ზამთარშია. ანუ ბევრი რაღაც მაკლდება, მოკლედ ზამთარი გაცილებით უფრო რთულია. მე რამე ნიშნები შემიძლია ვიგრძნო ეგეთი მაკრონუტრიენტების ან მიკრონუტრიენტების დანაკლისის ნაწილში? შეგრძნების დონეზე? ან რაღაცა ვიზუალურად დამეტყობა, ხელზე რო დავიხედები? მაკრონუტრიენტების ნაწილში დანაკლისის დონე უნდა იგრძნო შენი ენერგიულობის და მადის კუთხით. ანუ მე თუ დამაკლდა ცილა, ნახე რომ მადა მაქვს გამგელებული. მე თუ დამაკლდა სწორი ნახშირწყლები ან ბოჭკო და რთული ნახშირწყლის სახეები, ვნახე რომ როვჭამ 2 საათში ისევ მშია. ანუ უნდა იგრძნო ძირითადად მაკრონუტრიენტების დეფიციტი, უნდა იგრძნო ძირითადად ენერგიის დონით და მადით. რამდენად ვნაყრდები, რამდენ ხანში ერთხელ მშივდება. თორე ვიზუალურად არაფერი არ აისახება. მაკრონუტრიენტების დეფიციტი ვიზუალურად შენ თუ ცილა ისეთ დეფიციტში ხარ, გაქვს იმდენი ხანი რომ კუნთი განილია და ეს ყველაფერი შენ ვიზუალურად შეატყე, ეგრე როგორც წესი არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ასე თუ ისე ადამიანი საკობს მაინც იღებს და პირიქით როგორც თქვით, მარხვისა შეიძლება კალორიები გადააჭარბო, კი არ დაგაკლდეს, იმიტომ რომ არ დააბალანსო. მიკრონუტრიენტების, ანუ ვიტამინების და მინერალების დეფიციტის რაღაც ნიშნები არსებობს. მოდი ჯერ ვთქვათ, რა ვიტამინები და მინერალები შეიძლება დამაკლდეს ექსკლუზიურად მცენარეულ კვების სტილზე, ანუ მარხვაზე ხანგრძლივ პერიოდში. პირველი, რომელიც თქვით, ეს არის B12 ვიტამინი, რომელიც არის ექსკლუზიურად B ჯგუფის ვიტამინი, ნაპოვნი ცხოველურ პროდუქტებში. ეხლა აქ შემოდის ამბავი, რომ თუ ეს მარხვა არის ხანგამოშვებითი და მე B12 დიდარ პროდუქტებს ვიღებ დაბალანსებული კვებისას მარხვის მიღმა მარხვის განსაკუთრებულ დღეებში ესეთი ღრმა დეფიციტი B12-ის არ წავა, რომ მე ნევროლოგიურ ფუნქციებზე ვიგრძნო, იმიტომ რომ B12 ვიტამინი მჭიდროდაა ჩართული ჩემ ნევროლოგიურ ფუნქციებში. მეორე რისკი არის რკინა. აი ეს არის ისეთი მინერალი, რომელიც მე თუ რკინა დეფიციტში მაქვს, ნორმალური კვებისასაც კი სცენარეულ, ანუ სამარხო დიეტაზე გადასვლისას კვების სტილზე რკინას კიდევ უფრო დიდი რისკი დაუდგება. იმიტომ რომ რკინის შევსება ესეთ მარტივი არ არის, მით უმეტეს თუ ქალი ვარ და რკინის დანახარჯი მაქვს ყოველთვიურად, მით უმეტეს თუ სპორტსმენი ვარ, რკინის დეფიციტი თუ მაქვს და ამას მარხვა ემატება, როგორც წესი, რკინის კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან, რკინის საფლემენტი შეიძლება შემოვიდეს ამ დანამატის საქმეში, იმიტომ რომ რკინა ისედაც სრულად შეიწოვება და მცენარეულ წყაროში კი ვნახულობ რკინას, მაგრამ მისი შეწოვა არის ბევრად ნაკლები ვიდრე ცხოველურ წყაროში იქნებოდა. მაგრამ ნუტრიენტულად აქაც მაქვს ერთი გზა. სცენარეული ცილის წყაროს, რომელშიც რკინასაც ხვდები, მაგალითად ლობიო, ბარდა, მუხუდო, სადაც მცენარეული რკინა მაქვს. ისპანახი, სხვა მწვანე ფართოფოთლოვანი ბოსტნეული, მაგათ დავუმატოთ C ვიტამინის წყარო. ანუ წარმოიდგინე ლობიო მაქვს ისევ ძირითად კერძად, მაქვს კიტრპომიდრის სალათა მწვანე ფოთლებთან ერთად და ლიმონი. მოვასხი ზემოდან დრესინგად ამ ჩემ სალატს. ან პომიდრისგან მივიღე დამატებით C ვიტამინი, რატომ? ჩვენ ვიცით რომ C ვიტამინი მცენარეული რკინის შეწოვას 1-2-რად აჩქარებს, ზოგიერთი კვლავ მეუნება მცირედით, ზოგიერთი ბევრად, მაგრამ ღირებული სტრატეგიაა, რომ მე მაქსიმალურად რაც შემიძლია გავზარდო იმ რკინის შეწოვა, რომელსაც ვიღებ. ეს არის მეორე ნაწილი, იმიტომ რომ რკინის დეფიციტი ასოცირებული ანემიასთან, როგორ ვიგრძნობ ანემიას, უენერგიობა, ჰაერიან ყოფნის, ფერმკრთალი ვარ, ორი ნაბიჯის გადადგმაზე ეგრევე გული მიჩქარდება და სუნთქვა მიზნელდება. ეს არის რკინის ნაწილში, რაც უნდა გავითვალისწინო. ხანგრძლივად თუ მივყვები ამ პროცესს, თან მით უმეტეს ზამთარია და ზღვის პროდუქტებსაც არ ვიღებ, ომეგა-3-ის დეფიციტი შეიძლება იყოს რისკის ქვეშ და D ვიტამინის. D ვიტამინი მიუხედავად იმისა, რომ კვებით D ვიტამინს ესე პირდაპირ ვერ ვივსებ, ან ისეთ ვივსებ, რომ მინიმალურია, მე თუ ზამთარში, მზეში გარეთას არ გავდივარ, ამასობაში D ვიტამინის შემცველი წყაროები, რომელიც არის ზღვის პროდუქტები ძირითადად, ესეც ამოღებული მაქვს რაციონიდან. D ვიტამინის კიდევ ღრმა დეფიციტის რისკი შეიძლება დადგეს საქმეში. და D ვიტამინის დეფიციტი არის თითქმის ყველაფერთან კავშირში სიმპტომურად, უენერგიობა, ცუდი ძილი, ცუდი ფიზიკური აქტივობა. ანუ მე რო რაღაც სიმპტომებს გრძნობ, კონკრეტულ ვიტამინს ვერ დავაბრალებ, შეიძლება რამდენიმეს დეფიციტი ერთად იყოს, ამიტომ წავიდე და გავიკეთო დეფიციტის ანალიზი აჯობებს. კარგი, და რატომ აქვს მოთხოვნილება ტკბილეულზე ამ დროს? უფრო მეტად ვიდრე მარხვაზე რო არ ვიყო, მაშინ მექნებოდა. ეგ კიდე საკითხავია, შეიძლება ისედაც მაქვს მოთხოვნილება, მაგრამ ვერ ვგრძნობ, იმიტომ რომ ცილას ვავსებ. აი ის ჩემი ბერკეტი, რაც გითხარი, რომელიც ცილაზე არის ორიენტირებული და ამინომჟავებზე, თუ მე ცილის დეფიციტი მაქვს მარხვისას, ორგანიზმს ჭირდება ენერგია. ყოველ შემთხვევაში ესე გონია და ორგანიზმს რო ჭირდება ენერგია, ჩემთვის ევოლუციურად ენერგიის სწრაფი და მარტივი მისაღები წყარო არის ნახშირწყლები.
და მე თუ აქამდე ნახევარწლების დიდი მოყვარული ვიყავი და ტკბილეულის, ჩემო ორგანიზმმა იცის, რომ შოკოლადს რომ მიირთმევს, ენერგიის წყაროები მარტივად აუმაღლდება. ანუ შენმა ორგანიზმმა არ იცის გარშემო რა ხდება, ამიტომ ენერგიას გთხოვს და ენერგიის ყველაზე სწრაფ წყაროს გთხოვს, რომელიც შენ გარშემოა, რომელიც მარტივი მისაღებია და ამასობაში არ ვიცი, სამარხო ტკბილეულიც იშოვება. ტკბილეული რომ მივიღო, ტკბილეულის ალტერნატივად პური რომ მივიღო, პური რო ჭამო. ეგეც ხო სწრაფი ენერგიის წყაროა. ბევრად ნაკლებად სწრაფი ვიდრე ტკბილეული იქნება. ხო. პური ეს არის სახამებელი არის ბევრი გლუკოზის ერთობლიობა. ტკბილეული, რომელსაც მივირთმევთ, მაგას ვსახით სწრაფ ნახშირწყლებს. სწრაფი ნახშირწყლები ნიშნავს იმას, რომ ჩემი გლუკოზა სისხლში უფრო მარტივად და სწრაფად მოიმატებს. ანუ ხანგრძლივობა დროის მონელების კუთხით პურსა და ტკბილეულს შორის განსხვავებულია მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ბოლო წერტილი გლუკოზაა. პურის გლუკოზას მომცემს, შოკოლადის გლუკოზას მომცემს. ეხლა შენ რაც მითხარი, მანდ ეგ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ესე იგი მაგ ტკბილის არ არის, მაინც უფრო მეტად არის ფსიქოლოგიური. არა, ეს ფიზიოლოგიურია. ფსიქოლოგიური მოთხოვნილება ცალკე რისკია, რასაც ვსახით ჰედონისტური კვება. ანუ გემოები მაკლია ეს დალუცვილი საკვებში და ვიცი მძაფრ გემოს, რომელიც თან ენერგიას მომცემს, ტკბილეულია. ანუ გემოები მაკლია, სიამოვნება მაკლია და შეიძლება ეს სიამოვნების წყარო სამარხო ტკბილეულში ვიპოვო. ხო, მაგრამ რეალურად ეგ მაინც ჩემი აზრით ფსიქოლოგიურში გადის, იმიტომ რომ ეხლა ადამიანი მარხვაზე ვარ და ეხლა ტკბილი მომინდა, იმიტომ რომ ჩემს ორგანიზმშია ეგრე არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ სამარხო ტკბილეული ჭამოს. ეგ გადაწყვეტილებას იღებს, რომ აუ მომინდა, მომენატრა და მაგითო ჭამ. გადაწყვეტილებას არ იღებს, მაგრამ იმპულსი საიდან მოდის, ეგ არის მთავარი კითხვა. ანუ საწყისისა და აქ ერთს ფიზიოლოგიაში აქვს, მეორეს ემოციაში, ქცევა ორივეს ერთნაირი აქვს. ტკბილში. მივხვდი. კაი და მან სამარხო ტკბილეულზეც მინდა აქცენტის გაკეთება, რომ რა არის მაგაში სამარხო? ანუ კრემი, ცხოველური ცხიმი და მერე აქ უკვე ცხოველური აღარ არის და მაგით ინაცვლება და მაგიტოა სამარხო? ცხოველური ცხიმი არის ჩამოცვლებული მცენარეული ცხიმით ან ტრანსცხიმით. აი ეგ მაინტერესებს. ტრანსცხიმი ეს არის ცხიმის სახე, რომელიც ბუნებაში ხვდებით მცირეოდენობით და საკვებშიც ხვდება, მაგრამ იმდენ მცირეოდენობით, რომ არ აქვს ნეგატიური ზეგავლენა. მაშინ როცა უმეტესობა ტრანსცხიმების მიღებულია ადამიანის მიერ მცენარეული ცხიმებზე ჩარევით. ამას ვეძახით ჰიდროგენიზაციას. მცენარეული ცხიმების სტრუქტურაში შეყვანილი აქვს დამატებით წყალბადი. ამით რა ხდება? რატო გიყვები ხამას? ხდება ის, რომ მცენარეული ცხიმი ხდება მყარი ან ნახევრად მყარი. ანუ მცენარეული ცხიმებს ვეძახით ზეთებს. ავოკადოს ზეითუნის ზეთი რო გამოიტანო, ან სიმინდის ზეთი ოთახის ტემპერატურაზე იქნება თხევადი. მყარი ცხიმები არის ძირითადად ცხოველური ცხიმები. კარაქი რო დადოთ ოთახის ტემპერატურაზე იქნება მყარი. ისევე კონი, ღორის მაგალითად ან ერბო. ტრანსცხიმი არის ტიპი, რომელიც იყო მცენარეული ცხიმი და გადმოვიდა ცხოველურისკენ თავისი სიმყარით. ეს გვეგონა კვების ინდუსტრიაში, რომ შეამცირებდა ცხოველური ცხიმების მოხმარებას და ამითი გამომჯამრთელდებოდით, ანუ ნაკლები გულსიზრახთა სისტემის დაავადებების რისკი იქნებოდა. ყველაფერი მივიღეთ საპირისპირო, რის გამოც ტრანსცხიმების მიღება ბევრ ქვეყანაში ნულზეა, ზოგიერთ შტატში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრძალულია. ჩვენთან აღწევს ეს ტრანსცხიმები, მათ შორის კონდიტერიაში, მათ შორის ტკბილეულში, ცომეულში და პურფუნთუშეულში. ჩვენთან პირიქით წახალისებულია, ხო ტრანსცხიმის გამოყენება. ხო და ჩვენთან მთელ მსოფლიოში წახალისებული იყო. ოღონდ გეუბნები 10 წლეულების წინ ამბავს და ჯერ ჩვენთან ისევ წახალისებულია. ხო, უნას ისეთი რეკლამა აქვს, ბებია ჩემი რო უყურებს ხოლმე ვიდეოებს, იძახის ვინმე არ დახვდეს დიდი კომპანიიდან სადმე სადარბაზოში და შვილიშვილს რამე არ დაუშაოს შემსავს, ნერვიულობს. ისეთი რეკლამები აქვს ამ უნას და იმას ლამაზი, ყვითელი, თეთრი, იმითი ერწყმო მათგა. კაი, ანუ შენაოფრო სამარხო ტკბილეული საშიშია. სამარხო ტკბილეული არასაჭიროა და ჯანმრთელობისთვის პოტენციური რისკი. პოტენციური რისკი ეს იმ შემთხვევაში თუ თუ ტრანსცხიმია გამოყენებული. თუ არ არის, თუ ოკეი. მცენარეული ცხიმია გამოყენებული, ვიცოდა რომ სწრაფი ნახევარწყლის წყაროა, პლუს ცხიმისგან კალორიები აქვს და ვაკონტროლო რაოდენობა. მაგრამ სავარაუდოდ ალბათ მცენარეული ცხიმისგან გაკეთებული უფრო ძვირი იქნება? მაგრამ რატო იქაც ხო მცენარეული ცხიმს იყენებენ და მე ზოგადად ტრანსცხიმი ფასთა ეფექტურობით გამოირჩევა, ანუ ყველაზე იაფია. მაინც უფრო იაფია. ამიტომ საკონდიტროში ნაყიდი ხაჭაპური და სახლში გაკეთებული ხაჭაპური თუ იმით განსხვავდება, რომ მე ტრანსცხიმს არ ვიყენებ და საკონდიტროში რო ვიყიდე კაცმა არის ეს რა გამოიყენეს, მირჩევნია სახლში გამოვაცხო. იმიტომ რომ როგორც წესი უმრავლესობა დიდი კომპანია ტრანსცხიმში, მარგარინებში და სპრედებში ზოგავს ფულს და არა კარაქში. კაი, ტკბილეულზე მინდა რომ რაღაცა დავაზუსტო. ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ შორის განსხვავების ნაწილი.
მაგალითად ეხლა არის დილის 10 საათი და დილის 10 საათზე არ ვჭამი არაფერი. გავიღვიძე არ მიჭამია 3 საათამდე პირობითად შუადღის. შუადღის 3 საათზე და როცა მარხვაზე ვარ და ამ დროს ეხა ტკბილი მომინდა. ეგ იმპულსი მოდის ფიზიოლოგიურად, იმიტომ რომ არ მიჭამია და სწრაფი ენერგიის წყაროა, ხო ესეა? მაგრამ მე თუ პირობითად 10 საათზე გავიღვიძე ვჭამე და 3 საათია, მაგრამ ამავდროულად 3:30-ზე ან 2 საათზე პირობითად ვჭამე ბოსტნეული და პლუს კიდე არ ვიცი რაღაცა ცომეული და მაინც ტკბილეული მომინდა. ეგ არის უკვე ფსიქოლოგიური, ხო? ძალიან განსხვავება. კი. მან უკვე აღარ იქნება ფიზიოლოგიური იმპულსი. მან უკვე ძირითადად საქმე მიყავს ემოციური იმპულსი. ტკბილის საჭიროების, აი ტკბილით დავამთავრო კვება. ეს იმპულსი ნიშნავს, რომ უფრო მეტად 90% უფრო მეტი ემოციურია, ვიდრე ფიზიოლოგიური. ამიტომ მაგაში გეთახმები. გავიგე. ეხლა მაინტერესებს რისკების ამბავი. ვისთვის არის სარისკო? კაი, პირველ რიგში ვთქვათ, სარისკო, ანუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე რო არ უნდა დაიწყოს მარხვის პროცესი, ეს იქნება მოზარდი, მეძუძური ან ორსული ქალბატონი. იმიტომ რომ მოზარდის ბავშვის ზრდის პროცესში კიდე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჩართული, ჭირდება რკინა, ჭირდება ცილა, ჭირდება B12 ვიტამინი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება დეფიციტის რისკის ქვეშ იყოს, როცა საქმე მიდგება მარხვაზე და მცენარეულ კვებაზე. და ორსული ქალბატონი, რომელიც ახალ ორგანიზმს აშენებს თავისივე ორგანიზმში. ანუ ეს საშენი იმპულსები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რისკი თუ სადმე იქნება, აქ მექნება. ამიტომ როგორც წესი, მე ხდება ხოლმე კომუნიკაცია ექიმთან, ხდება კომუნიკაცია ეკლესიასთან და ხდება ხოლმე ან ზღვის პროდუქტების, ან რძის პროდუქტების დაშვება კალციუმი მნიშვნელოვანია და ასე შემდგომ. ეხლა დანარჩენ ჯგუფებზე არ ვიტყოდი რომ რისკია, ვიტყოდი ვისთვის ხდება უფრო მეტად ესეთი თავის ტკივილი, პროცესის მენეჯმენტი. ანუ ვისთვის არის უფრო გართულებული მენეჯმენტი. ეს გართულებული მენეჯმენტი არის კიდევ ერთხელ ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს რკინის დეფიციტი და იწყებს მარხვას და ამასობაში ცილის და რკინის დეფიციტში კიდე თავიდან ექცევა. ეს იქნება ადამიანი, ვიზეც ვიტყოდი რომ ეს არის რისკ ჯგუფი არ არის, მაგრამ რეალურად არის ადამიანი, ვისთვის პროცესი უფრო რთულად მენეჯმენტირებადი იქნება მარხვის, ანუ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, რაც წეგან მოგიყევი დაბალანსებულ თეფშზე. ეს არის ადამიანი, ასევე რომელსაც აქვს ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაბეტი. ეხლა რა კავშირშია? ცილის ნაკლებობა, თუ მცენარეული ცილის წყაროები ან არ ვიცი ან არასწორად ვიღებ. ტიპი 1 დიაბეტის დროს ინსულინის ინექციებს, რასაც ვიკეთებ ინსულინის ჩანაცვლობის თერაპიას, დოზა შეიძლება ვერ განსაზღვრო სწორად. წეგნა გითხარი, ნახევარწლების უფთა ფორმის თუ დამცველი არ ყავს, უფრო სწრაფად შეიწოვება ცილასთან ერთად დაბალანსებულ კვებაში თუ ვიცოდი, რომ ამდენი ერთეული ინსულინი ამდენ დროში ამ შედეგს მომცემს, ეხლა პროცესი უფრო ქაოტური ხდება. ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში აქაც ცილის ჯამური დეფიციტს თუ მოყვა მე მეტი ნახევარწლს მიღება. ტიპი 2 დიაბეტის დროს იდეალურ შემთხვევაში ნახევარწლების რაოდენობა არცდება კალორიების 50-60%-ს. ანუ მეტი ნახევარწლი თუ მივიღე და ტიპი 2 დიაბეტი მაქვს, ნახევარწლების მენეჯმენტი ისედაც მიჭირს და ინსულინ რეზისტენტობას თუ მაქვს ზემოდან. ეს იქნება რისკ ჯგუფი არა, მაგრამ ჯგუფი, რომელსაც უფრო გაურთულდება პროცესის მენეჯმენტი. ასევე ადამიანები, ვისაც აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის რამე პრობლემა. გასტრიტი, წყლული ეროზია, ხა კითხოს დამისვამ კაცო, გადადიხარ უფრო ჯანსაღყვებაზე. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები როცა გაქვს, გასტრიტი, წყლული ეროზია, ხო ისედაც მაკვებაზე გადაყავხარ. უმარილო უცხიმო მოხარშულზე. პასუხი არის არა ყოველთვის. ბოჭკო, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელიც მდიდარია, რომლითაც მდიდარია ბოსტნეული და ხილი, რომელიც მჭირდება, მე თუ დიდი ოდენობით ბოჭკო მივიღე, მაშინ როცა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები მაქვს, შეიძლება უფრო ნეგატიურად დაისახოს ჩემზე. ანუ ბროკოლი იდეალური პროდუქტია, მაგრამ შეიძლება იმდენი ბროკოლი ვჭამო, რომ შევიბერო, ტკივილი მქონდეს და მე კვება აღარ მინდოდეს საერთოდ. ასეთი ადამიანებისთვის რჩევა რაც გვაქვს, არის ბოსტნეული მიიღონ თერმულად დამუშავებული. ანუ შენ თუ ნახე რომ ბევრი ბოსტნეულის მერე დისკომფორტი გაქვს, ტკივილი შეიძლება გქონდეს, ჯერ გასტროენტეროლოგთან ხვიდე ვიზიტზე და მე ამასობაში ბოსტნეული კი არ ამოიღო რაციონიდან. ბოსტნეულს სახე შეუცვალე. თერმულად დამუშავებული იყოს, კრემ სუპებში იყოს გამოყენებული მათი კომბინაციები და რაოდენობა იყოს მენეჯმენტირებული. აი ეს არიან ის ადამიანების ჯგუფები, ვიზეც ვიტყოდი, რომ პირველი აუცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორსული და მოზარდი და ამის შემდგომ ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაბეტი, საყურადღებოა, ანემია, ვისაც აქვს საყურადღებოა და ვისაც აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის რაიმე პრობლემა, თუ ნახა რომ ბოსტნეულზე დისკომფორტი აქვს. თუ ბოსტნეულზე დისკომფორტი მაქვს, ისედაც არ მიყვარს ბოსტნეული, წავალ ესე ცომეულ შევჭამ. ეს რო არ გამოვიდეს. და ინსულინ რეზისტენტობა ვისაც აქვს, მაგ დროს ახდება. თუ ნახშირწყლების სწორ ოდენობას ვიღებ და სწორ ფორმას, პრობლემა არ ხდება, მაგრამ უფრო
პროცესია გართულებული. ანუ უფრო დიდი დაბრკოლები შემოდის. ანუ მე თუ ლუბიანის და კარტოფილის დიეტაზე გადავადი მარხვისას და ამასობაში ინსულინ რეზისტენტი ვარ, ეს პრობლემას უფრო გააღრმავებს, იმიტომ რომ ვიცით რომ ინსულინ რეზისტენტობის დროს დაბალანსებული ცილა, ჯანსაღი ცხიმები, ომეგა-3 მთავარი დამხმარეა მენეჯმენტში. ვა, ეგ ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობა წესით ძალიან ბევრს ექნება. შეიძლება ჯერ არ იცის, ან ვერ გძნობს, შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი, არ ვიცი, ხო, მაგრამ როგორ შეიძლება არ იყოს იდენტიფიცირებული, თუმცა ნახე როგორი ამბავია, სწორი და არასწორი მაგიტო დავიწყე რა მცენარეული კვების სტილი. ზოგადად ჩვენ ვიცით რომ მცენარეული კვების სტილი, ვეგანობა და ვეგეტარიანობა, რაზეც კვლევები მაქვს ჩატარებული, მარხვაზე მყოფ ადამიანებზე არ მაქვს კვლევების ჩატარებული ნუტრიენტულ ნაწილში. მცენარეულ სტილს თუ ავიღებ და ვიტყვი რომ მარხვაა იგივე, და ვნახულობ შედეგებს, ვიცი რომ წონის კლებაში შეიძლება დამეხმაროს. ასევე მეხმარება გლუკოზის მეტაბოლიზმში. უბრალოდ სწორი მცენარეული კვების სტილზე მაქვს საუბარი. მე თუ ვიძახი რომ მარხვისას თუ არასწორად ვმართე ჩემი ნახრისყლების ბალანსი, მაგ შემთხვევაში იქნება ინსულინ რეზისტენტობის პრობლემა. მე თუ მცენარეული ცილის წყაროები, მცენარეული ცხიმები და ბოჭკო ჩავდე საქმეში, პირველი წამალია ინსულინ რეზისტენტობისთვის. ხო, მაგრამ თოკო ეხა ჩვენს ქვეყანაში ეგ ცოდნა არა აქვთ და მაგას ვიძახი ზუსტად. შესაბამისად და ანუ მარხვის შემდგომი წერტილი კიდევ უფრო მძიმე და რთული იქნება ადამიანის ორგანიზმისთვის. მარხვა არ უნდა გახდეს ის დრო, სადაც ცილას და ნუტრიენტების დეფიციტით ვამთავრებ მარხვას და მე ვიწყებ ისევ აშვებას. ხო, ახლა თუ როცა ხსნილია ხოლმე ვიცით მე რა მოსდის საკოფში ოჯახის მაცივარს. ანუ რაღაცა ჩაკეტილი ნეგატიური ახალი წრე არ უნდა გაჩნდეს არასწორი კვებითი პრინციპების ნაწილში, იმიტომ რომ აქ მომინდა მომშივდა თან დავიკელი, მე მივიღებ ჭამე და არც დავიკელი. მე მეორე მარხვა მოუწია და ესე ვარ წრეში ვტრიალებ. ხო, არა, ეგ რეალურად ანუ მართლა პრობლემაა, იმიტომ რომ მე სანამ გამოვერკვევოდი ზოგადად ნუტრიციოლოგიის მიმართულებით, ანუ მე ეგეთ რაღაცაზე არ მეფიქრებოდა. ანუ მე არ მეფიქრებოდა იმაზე, რომ შეიძლება ფიზიოლოგიური იმპულსი იყოს ის, რომ მე ლუბიანის ჭამის მერე ისე მშვიდება თან ძალიან მალე და მე არ მეფიქრია, რომ ხა ფსიქოლოგიურად ამის კონტროლი მჭირდება. იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება მარხვის დროს ის იყო, რომ მე არ უნდა ვჭამო. ანუ რაც შეიძლება ცოტა უნდა ვჭამო, არა იმიტომ რომ რაღაცა უბრალოდ იმიტომ რომ თავი უნდა ვაკონტროლო. ეგ იყო ერთი ჩემი რაღაცა მიმართება მაგისკენ რა. მაგრამ ეხა იმის იქით შენ რაც აქ ილაპარაკე, მე თავის დროზე მანდიდან არანაირი ცოდნა არ მქონდა და მე გამოვირჩევი ისეთ ადამიანად, რომელიც ანუ რაღაც ინფორმაციით დაინტერესდება და რაღაცას მოძებნის. და მე მაშინ ეგ ინტერესი არ გამჩენია, იმიტომ რომ უბრალოდ ეგ კითხვა არ გამჩენია, შეიძლება ალბათ იმიტომ რომ პრობლემა არ მქონია, თუმცა მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ეგ პრობლემა ქონდა. რომ ან მარხვის პროცესშიც კი იმატებდნენ მათ შორის წონას და მის შემდგომ კიდევ უარესი სიტუაცია იყო. და იმ ადამიანებმა დღემდე არ იციან. იმიტომ რომ რეალურად პრობლემაა რა, ცოდნის თვალსაზრისით, ანუ ინფორმაციას ესე ვერ ნახავ. კი ნახავ ეხა, მაგრამ მაშინ ვერ ნახავდი და ეხაც რო ნახო, ჯერ მინიმუმ უნდა გაგიჩნდეს კითხვა სად არის პრობლემა და რატოა პრობლემა. ხო, ამიტომ ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მგონია, არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც მარხულობს, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც არ მარხულობს, იმიტომ რომ მცენარეულ კვებაზე ვარ. ანუ საბოლოო ჯამში მარხვაც და მცენარეულ კვებაც გადის ორივე ჩემს რწმენაზე. რაღაცა იმას წამს, რომ არ ვიცი, ღორს რაღაც არ უნდა დაარტყას თუ ძროხას თუ საქონელს და ფრინველს და ასე შემდეგ. და არ უნდა მოკლას და ანუ აქაც რაღაცა აქ უფრო რელიგიო, აქ უფრო მაღლამდგომი ეს არის რა, რწმენის ამბავი. მაგრამ საბოლოო ჯამში ქმედებაში კვების მხრივ ორივეგან ერთი და იგივეა რა. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ეგ ინფორმაცია კარგად გქონდეთ. ხო, ამიტომ ნუტრიენტული საფუძვლები და კითხვები რასაც ვთქვამ, ორივეგან მსგავსია. უბრალოდ შენ სწორედ ხა ადამიანი ვის მცენარეულ კვებას ირჩევს და ამ ყველაფერს აკეთებს თავისი მორალურ-ეთიკური წინასაგანწყობის გამო, ის კითხვასაც ვთქვამს, ეხლა მცენარეულ კვებაზე გადავდივარ და რა არის რაც უნდა გავითვალისწინო. და ადამიანი ვინც მარხვას იწყებს, ამ კითხვებს უფრო ნაკლებად ვთქვამს. ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი იცოდეს ადამიანმა, ვინც ეხა მცენარეულ კვების სტილს მიუყვება და აბალანსებდეს ამინომჟავების პროფილს, აბალანსებდეს ცილას, ჯანსაღ ცხიმებს და ნაკლების შანსია, რომ იგივე კვებას მიყვებოდეს ადამიანი სტრუქტურულად და მარხვაზე იყოს და ამ კითხვებს არ სვამდეს და შესაბამისად არც ითვალისწინებდეს. ხო, თანამასობაში მე აქ არის მცენარეულ კვების სტილს ვირჩევ და მინდა მივყვე მთელი ცხოვრება. და აქ არის მარხვა დაიწყება და სადღაც ხო დამთავრდება, მე შევჭამ. ამიტომ აი ამ მე შევჭამში თუმცა ხა მარხვას თუ მიყვები ყველა დღე წელიწადში, რომელიც არის მათ შორის მძიმე მარხვა და ხანგრძლივი მარხვები, მაინც არის ეს რისკები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ხანგამოშვებითი პროცესი ხო ბრჭყალებში. მიუხედავად ამისა, რომ ხანგამოშვებითია,
ეს რისკები მაინც არის. ისე საინტერესოა, ეგ მაინტერესებს, სიამოვნებით ვკითხავდი რომელიმე მამაოს, რომ ანუ მარხვის დროს ხო არის, რომ ცხოველური არ უნდა მიიღო და ცხოველური არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ სისხლთან ასოცირდება და ამას გავემიჯნოთ, იმიტომ რომ რაღაცა ის არის რა, ძალადობა და მკვლელობა და ასე შემდეგ. ანუ მე რო ამას ვიმიჯნები და პირობითად ამინომჟავების დანაკლისი მაქვს, მე ხო ეგ ამინომჟავები შემიძლია რომ საკვები დანამატით შევივსო და მან დააკრძალვა იმაზე არის რომ ცხოველური არაფერი არ უნდა მივიღო, მათ შორის ამინომჟავაც რო იყოს გამოცდილება და მარტო ამინომჟავა იყოს, ეგ ძალიან საინტერესოა და მაგრამ მაინტერესებს. კაი კითხვა ძალიან ვინმე თუ იცით კომენტარებში დაგვიწერეთ საკვები დანამატები რამდენად მიღებულია მარხვის პროცესში ან ცხოველური საკვები ესენციური ამინომჟავები მაგალითად რომელიც რძის ცილისგან მიიღება. ხო, ეგ ნახე მან როგორი ამბავია მე ხო მარხვის დროს შეიძლება მქონდეს კურთხევა რომ მივიღო რძის პროდუქტები. თუ მე რძის პროდუქტებზე მაქვს კურთხევა, უკვე რძის შრატის პროტეინი რომ მივიღო, ან ამინომჟავები, ალბათ პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ეგ ალბათ არა, ეგრე ხა კურთხევა რაც გაქვს, მაგაზე ისიაც რომ მიიღო ეგ პროდუქტი, მაგაზე პრობლემა არ გაქვს. კი, მაგრამ ის უფრო მარტივი წყაროა ცილის მიღების და უფრო სწრაფი წყარო. იმიტომ რომ კონცენტრირებულია. გავიგე, საინტერესოა ისე ეგ ამბავი. თან ეხა დიდი მარხვა რო დაიწყება, თან ეხა იყო და ეხა მორჩა კიდე მოკლედ ანუ 65 დღიდან მე მგონი სადღაც 58% თუ 60% არ მახსოვს ზუსტად რამდენი, მაგრამ ბევრია, როცა მარხულობ ანუ შაბათი პარასკევი ყოველ რო გაითვალისწინო. ხო და მან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გათვალისწინება, გავიგე. ეგ არის, რავი, კითხვები მეტი მე განსაკუთრებული არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ერთი ჩვენ ახლა რასაც ვაპირებთ, რომ ჩავწეროთ, კავშირში იქნება ამ ყველაფერთან რა. ჩვენ ჩავიწერთ ვიდეოს მარხვაზე ცალკე, სადაც ჩენიჯდები მარტო და იქ რაღაც უფრო მეტად სიღრმისეულად გაშლი და ვაჩვენებთ ადამიანებს რა, როდის, როგორ უნდა გაითვალისწინონ და რა უნდა გააკეთონ და მან პლუს საკვები დანამატებსაც შემოვიტანთ აუცილებლად საქმეში, უბრალოდ არ ვიცი ეგ საკვები დანამატები დასაშვებია თუ არა. უბრალოდ მაინც ჩავსვამთ და მე ანუ თქვენ გამოარკვიეთ დასაშვებია თუ არა და მაგის მიხედვით განსაზღვროთ მე მიღების ამბავი. ვიტამინები და მინერალები იქნება აუცილებლად პროცესში. ამიტომ ვიტამინებზე და მინერალებზე ძალიან ბევრი სასაუბრო, ხა რკინაზე ვთქვით, B12-ზე ვთქვით, შეიძლება მაგნიუმი შემოვიდეს დეფიციტში პროცესში, ყველაფერი უკვე D ვიტამინი ვახსენეთ, ეს არის ესეთი ვიტამინები და მინერალები, რომლის მიღებაც როგორც ვეგანურში, ისევე სამარხოში უნდა ჯდებოდეს აუცილებლად.